მოგესალმებით, მე გახლავართ ექიმი ნუტრიციოლოგი ელისაბედ ლიზიკუჭავა. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ზაქარია როჭიკაშვილის გასტროენტეროლოგიურ კლინიკაში კულავში, ქალაქ თბილისში, სულხან ცინცაძის 73 ნომერში. ჩვენი კლინიკის ტელეფონის ნომრებია 596 34 50 50, 593 30 02 33. შეგახსენებთ, რომ ჩვენთან ექიმთან კონსულტაციაზე ჩასაწერად აუცილებელი არის წინასწარი რეგისტრაცია, დარეკეთ აღნიშნულ ტელეფონის ნომრებზე. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ტელეკომპანია პეკატივის საავტორო სამედიცინო გადაცემაში. გადაცემა გადის პეკატივის ეთერში ტრადიციულად 4 შაბათს, ტრადიციულად 20 საათზე. გადაცემის განმეორებით ნახვა შეგიძლიათ მეორე დღეს ან იმავე კვირის შაბათს ან კვირას. ვიდეო გადაცემის გასვლის მერე აიტვირთება YouTube არხის პეკატივის საავტორო გვერდზე, ვისაც ტელევიზიასთან წვდომა არ აქვს, შეგიძლიათ უყუროთ გადაცემას და გამოიყენოთ ინტერნეტ საიტი MyVideo-ში პეკატივის საავტორო გვერდი. დღევანდელი გადაცემის თემა არის საკვები და მასთან დაკავშირებული პრობლემები ისეთი მიკროელემენტის დეფიციტით მიმდინარე დაავადებების დროს, როგორიც არის რკინა. ანუ რკინა დეფიციტური ანემიების ნუტრიციული პროფილი, როგორც თანამედროვე პრობლემა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ აღნიშნული გადაცემის ჩაწერის დროს ვისარგებლეთ აი ამ თემით, მოვაგროვეთ ყველა კითხვა, რაც კი მოწერილი იყო ამ საკითხის გარშემო თქვენს მიერ და შეძლების და გვარად ვეცდები, რომ გავცე მათ პასუხები. მოდით ზოგადად მიმოვიხილოთ, რა არის რკინა დეფიციტური ანემია და რატომ გახდა დღეს ჩვენი საუბრის თემა ზუსტად ეს დაავადება. რკინა დეფიციტური ანემია მხოლოდ კლინიკური დიაგნოზი არ არის. მისი დადასტურებისას დგება მომენტი, როდესაც პაციენტმა უნდა გაიაზროს, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჰაერზე სეირნობა, ჯანსაღი საკვებით კვება მხოლოდ აღარ არის საკმარისი იმისათვის, რომ მან აღიდგინოს თავისი დაკარგული ჯანმრთელობა. ეს არის შემთხვევა, როდესაც ექიმ-ჰემატოლოგთან ვიზიტი აუცილებელი ხდება და აუცილებელი არის გარკვევა იმისა, თუ რამ გამოიწვია რკინა დეფიციტური ანემიის განვითარება. გახსოვდით, რომ ანემიასთან ბრძოლა ზოგადად სამედიცინო განათლებით იწყება. პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელი არის არა მარტო პაციენტის, არამედ მისი ოჯახის გარემოცვის ჩართვა, რადგანაც ხშირ შემთხვევაში სწორედ ისინი ეხმარებიან პაციენტს, რომ პრობლემა ადვილად და დროულად მოვაგვაროთ, მეტადრე მაშინ, როდესაც მდგომარეობა ახალგაზრდა ასაკის პაციენტებს ეხებათ და მით უმეტეს ბავშვებში, მაგალითად, როდესაც არის. რა თქმა უნდა, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ამ შემთხვევაში არის ჯანსაღი ცხოვრების წესი და სწორედ მისი დარღვევით ხშირად იწყება ხოლმე რკინის დეფიციტი ორგანიზმში. თუმცა ძალიან ხშირად არის შემთხვევები, როდესაც რკინის დეფიციტი შეიძლება მეორადად აღმოცენდეს სხვა დაავადების ფონზე, ამიტომაც თანამედროვე მედიცინა ცდილობს ეს დაავადება ერთიან ჭელში არ განიხილოს და ყურადღება მიაქციოს ყველა იმ ასპექტს, რასაც შეუძლია მიგვიყვანოს იქამდე, რომ განვითარდეს რკინის დეფიციტი. ზოგადად ტერმინი ანემია მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან ორი ნაწილისგან შედგება, ან რომელიც ნიშნავს უარყოფას და ემოს, რომელიც ნიშნავს სისხლს. ანუ ერთგვარი ტერმინი, რომელიც ქართულ ლიტერატურაში დამკვიდრებული იყო სისხლნაკლებობის სახით, დღესდღეობით უკვე ჩანაცვლა და უფრო ხშირად ვიყენებთ ხოლმე სამედიცინოდ გამართლებულ ტერმინს ანემია. რა შეასაქმე? სისხლი არის ის ნივთიერება, ის მოძრავი ქსოვილი, რომელიც ჩვენ ორგანიზმში ახდენს საკვები ნივთიერებების მიტანას, ჟანგბადის მიტანას და ნარჩენი პროდუქტების და ნახშირორჟანგის გადატანას. თუ მისი რეოლოგიური თვისებები, მისი მაჩვენებლები ირღვევა და მდგომარეობიდან გამოდიან და არასწორია მათი თანაფარდობა, ანუ არ შეესაბამება იმ ლაბორატორიულ მონაცემებს, რომელსაც ჩვენ აი ანალიზების დროს გვაძლევს ხოლმე ლაბორატორია, მაშინ იწყება პრობლემა, რომელიც ახლა აი ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე რკინის დეფიციტით შეიძლება გამოგვეხატოს. სწორედ რკინა დეფიციტური ანემია არის ის დაავადება, რომელიც ძალიან ხშირად პაციენტს აძლევს საბაბს, რომ მიმართოს ექიმს, მაგრამ ძალიან ხშირად ისინი მიმართავენ არა ჰემატოლოგს, არამედ სხვა ექიმს და უჩივიან მთელი რიგი ნიშნებს, რომლებიც შეიძლება პირველ შეხედვით არც კი მოვიაზროთ, როგორც რკინა დეფიციტური ანემია. საბოლოო მიზეზი მაინც, რომელიც ადამიანს აწუხებს, ეს არის ჟანგბადის დეფიციტით გამოხატული სხვადასხვა გამოვლინება. მათ შორის ყველაზე გავრცელებული მაინც არის უჰაერობა. პაციენტი მოდის და ხშირად ექიმი ზუსტად მისი გარეგნული ჰაბიტუსის მიხედვით მსჯელობს იმის შესახებ, რომ მას აწუხებს ეს პრობლემა და შემდგომ ინიშნება ანალიზები, გაფართოებული კვლევა უკვე არა მარტო სისხლის საერთო ანალიზი და ჩვენ ვხედავთ ხოლმე, რომ დადასტურებული იქნება რკინის დეფიციტი. მსოფლიო ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაცია
საკმაოდ სერიოზულ და საგანგაშო მონაცემებს დებს ამ მიმართულებით და ამბობს, რომ რკინა-დეფიციტური ანემიების დიდი ოჯახის დაახლოებით 50%-ს მოიცავს. 2019 წელს ჩატარდა საკმაოდ გაფართოებული კვლევა კვებითი ნუტრიციული ანემიის მიმართულებით და აღმოჩნდა, რომ პლანეტის მოსახლეობის დაახლოებით 1,5-2 მილიარდზე მეტს ზუსტად რკინა-დეფიციტური ანემია აწუხებს და აქ მარტო ღარიბი ქვეყნის მოსახლეობის წარმომადგენლები არ იყვნენ განვითარებული, შეძლებული ოჯახების წევრებიც, სადაც სავარაუდოდ ნუტრიციული ანემიის ერთ-ერთი მიზეზი არადაბალანსებული ან სამედიცინო თვალსაზრისით არაშესაბამისი საკვები ნივთიერებების და საკვების რაოდენობის მიღება იყო. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი გამოიყო პაციენტები, რომლებიც მიმართავდნენ დიეტას, რომლებიც დანიშნული იყო ან მათ მიერ, ან არასამედიცინო პერსონალის მიერ, სადაც მიდიოდა ეგეთ წოდებული დეფიციტური კვება, მათ შორის რკინის შემცველი საკვების ხარჯზე. ნუტრიციულად გაუმართლებელია, რა თქმა უნდა, ასეთი საკვების მიღება, მაგრამ იმის შემდგომ, რაც ხდება უკვე დიაგნოზის დადასტურება და ისმება დიაგნოზი, რომ პაციენტს აქვს რკინა-დეფიციტური ანემია, რკინის დეფიციტით მიმდინარე დაავადებები, რა თქმა უნდა, აუცილებლად პაციენტი უნდა გადავიდეს ჰემატოლოგის კომპეტენციის ქვეშ და საჭირო ხდება მედიკამენტოზური ჩარევა. ძალიან ხშირად ვაწყდებით ხოლმე ჩვენი Facebook-ის გვერდიდან, როდესაც მოგროვებულ კითხვებს ვათვალიერებთ, ხოლმე ხშირად არის, რომ როდესაც პაციენტები ერთმანეთს ურჩევენ, რა საკვები მიიღონ, იქ არის ხოლმე ყველაზე ხშირად ურჩევენ ბროწეულის წვენის მიღებას, წიწიბურა, ხორცეული, ღვიძლი დაუშვათ და თვლიან, რომ აი საკვები დააბალანსებს ამ მდგომარეობას და გამოიწვევს რკინის ნორმალურ რაოდენობის აღდგენას. რა თქმა უნდა, ეს მცდარია, იმიტომ რომ როდესაც უკვე დიაგნოზი დადასტურებულია, მედიკამენტოზური ჩარევა აუცილებელი ხდება, სწორი კვება მხოლოდ დამხმარე საშუალებაა იმისათვის, რომ შემდგომ ეტაპზე ავირიდოთ პრობლემის განმეორება, ან მივყეთ მედიკამენტოზურ მკურნალობას და დავაბალანსოთ. აი მაგალითად 1,8 მილიარდი ადამიანი დედამიწაზე სავარაუდოდ, ეს არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემები, სავარაუდოდ წარმოადგენს ფარული ლატენტური რკინა-დეფიციტური ანემიის მქონე ადამიანებს. წარმოიდგინეთ, რამხელა ციფრია და საქართველოსნაირი პატარა ქვეყანაც ამ რიცხვში გარკვეულ წლს შედის და უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ აი ამ ადამიანების დიდი ნაწილი ასევე არის ჩვენი მომავალი თაობით წარმოდგენილი 18 წლამდე ახალგაზრდებით და ბავშვებით, რომლებიც რა თქმა უნდა შემთხვევაში ვერც გამოხატავენ თავის ნიშნებს, თუ არ მიხვდა მშობელი ან ახლობელი ან ექიმი, რომ შესაძლოა აქ იყოს პრობლემა და მხოლოდ ამის მერე მიმართავენ ისინი ექიმები და ხანდახან დიაგნოზი უკვე საკმაოდ დაგვიანებულად ისმება და აუცილებელი ხდება საკმაოდ ისეთი სერიოზული და აგრესიული მკურნალობის ჩარევა. რა შეიძლება გახდეს რკინის დეფიციტის მიზეზი? ეს არის ძალიან დიდი ჯგუფი ოჯახი დაავადებებისა, რომლებიც აერთიანდება იმ ერთიან კოჰორტაში, რომელიც შეიძლება იყოს გამოწვეული რკინის დეფიციტის დაწყებული საკვები ნუტრიციული დეფიციტი, დამთავრებული სისხლდენით, ფარული სისხლდენით, ღია სისხლდენით მიმდინარე დაავადებები და ასევე ცოტა უფრო მძიმე კატეგორიის დაავადებები, ისეთი როგორიც არის მაგალითად რკინა-დეფიციტური ანემია გამოწვეული ონკოლოგიურ პაციენტებში. ონკოლოგიურ პაციენტებში მიზეზი რკინა-დეფიციტური დაავადებების გამოვლინებისა შეიძლება იყოს თავად სამკურნალო თერაპია, რომელიც ასევე მოქმედებს როგორც ონკოლოგიურ უჯრედებზე, ისე ზოგიერთ კარგ უჯრედზე, რომელიც ასე ვთქვათ, იწვევს ამ დაავადებას, მაგრამ მაინც ნებისმიერ შემთხვევაში იმისათვის, რომ პრობლემა თავიდან ავირიდოთ და რკინის დეფიციტი არ წავიდეთ, ნუტრიციულად ვცდილობთ ხოლმე მეტნაკლები რჩევები მივცეთ. პირველი და ყველაზე ცნობილი რჩევა ეს არის, რომ პირველი, რაც პაციენტს შეიძლება მივცეთ, ეს არის ის, რომ რეკომენდირებული უნდა იყოს მისთვის რკინისა და C ვიტამინის შემცველი პროდუქტების კომბინირება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის რკინის შეწოვას, მაგალითად ასკორბინის ჟავა 3 ვალენტიანი რკინის ორგანიზმისათვის უფრო შეთვისებად 2 ვალენტიანი რკინით გარდაქმნას უწყობს, მაგალითად აი დადგენილია, რომ ფორთოხლის წვენი, რომელიც მდიდარი არის C ვიტამინით, მისი მიღება საკმაოდ ეხმარება და აორმაგებს თითქმის რკინის შეწოვას ორგანიზმში, ამიტომაც აი ესეთ სეზონზე, როგორიც ახლა გვაქვს ზამთრის სეზონი, როდესაც გადადის უკვე გაზაფხულისკენ, განსაკუთრებით ხშირია ვიტამინების დეფიციტით მიმდინარე დაავადებები, რაც თავისთავად შეიძლება გახდეს მიზეზი იმისა, რომ რკინის დონემ დაიწიოს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის საკვებთან ერთად ისეთი ნივთიერებების მიღება, როგორიც არის მაგალითად ლაქტოზა, ფრუქტოზა, სორბიტი, რომლებიც რკინის შეწოვას მნიშვნელოვნად აძლიერებენ, თუმცა უფრო ნაკლებად ვიდრე C ვიტამინი. უნდა გავითვალისწინოთ, C ვიტამინით მდიდარი არის ასევე ლიმონი,
ლაიმი. ეს ის საშუალებებია, რომლებიც ძალიან ხშირად ეგრეთ წოდებულ გაციების საწინააღმდეგო საწუწნავებსა და პრეპარატებში არის ხოლმე ჩართული, სხვათა შორის ასევე მდიდარი არის წიწაკა და სტაფილო, რომლებიც სხვადასხვა კვებაშია ხოლმე ჩართული, აი მაგალითად სტაფილო საკმაოდ ინტენსიურად გამოიყენება ბავშვთა კვებაში და წიწაკას ზოგიერთი ერები იყენებენ ტრადიციულ ხალხურ გაციების საწინააღმდეგო საშუალებებში. მნიშვნელოვანი ასევე კალციუმით მდიდარი საკვების მიღება, თუმცა აუცილებელია, რომ კინოდეფიციტური ანემიის პრევენციის შემთხვევაში მათ შორის იყოს შუალედი რკინის მიღებასა და კალციუმს შორის ერთგვარი ანტაგონისტური მოქმედების გამო, ასევე ანემიის მქონე პაციენტებისათვის მნიშვნელოვანია, რომ დავაბალანსებინოთ ჩაისა და კოფეინის შემცველი ყავის მიღება. ყოველთვის ურჩევთ ხოლმე, რომ ძლიერი ყავა და ძლიერი კოფეინის შემცველი ჩაი არ მიიღონ დიდი დოზით. დღის განმავლობაში ერთჯერადი მიღება, რა თქმა უნდა, არ ვნებს საქმეს, თუმცა ისევ და ისევ ვიმეორებ, რომ პრეპარატის მიღებასთან 2 საათიანი შუალედი მაინც უნდა დავიცვათ ასეთ შემთხვევაში. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ საკვების დამუშავება ტექნოლოგიურად, რომელიც აი მაგალითად ხანგრძლივი დუღილი, მარილის შემცველი ხსნარების გამოყენება დუღილის დროს ერთგვარად იწვევს რკინის შემცველი საკვები მიკროელემენტების და ასევე კარგი მიკროელემენტების გამორეცხვას. აუცილებელი არის, რომ ასეთ შემთხვევაში საკვები მოამზადოთ მაღალ ტემპერატურაზე, მაგრამ შედარებით ჩქარი ტექნოლოგიით, რომ ვიტამინებმა და სასარგებლო ნივთიერებებმა, მათ შორის ჩვენ მიერ ხსენებულმა C ვიტამინმა ვერ მოახსროს დაშლა და არ დაიკარგოს ის სასარგებლო ეფექტი, რაც ამ ორ ნივთიერებას ერთმანეთის შეწოვასთან დაკავშირებით აქვს. კარგი და მნიშვნელოვანია თუ გავითვალისწინებთ კიდევ ერთ დეტალს, ეს არის სად და როგორ უნდა შევინახოთ საკვები ნივთიერებები. ჟანგბადი ერთგვარად უნდა შეიზღუდოს საკვებთან შენახვის დროს, უმჯობესია თუ ჭურჭელი იქნება თავდახურული და არ იქნება, რა თქმა უნდა, ალუმინისა და მეტალების შემცველი. ასეთ შემთხვევაში ყოველთვის რეკომენდაციას ვაძლევთ მინის ან მუმინანქრებული ზედაპირის მქონე ჭურჭელს, რომელიც ნუტრიენტების შემადგენლობას მეტნაკლებად უფრო იცავს. რაც შეეხება თვითონ საკვებს. რა თქმა უნდა, საკვების მიღების თვალსაზრისით ისევ ლიდერი, როგორც ტრადიციული ხალხური, ასე ვთქვათ, მედიცინა თulis არის ხორცეული, მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან დიდ რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ ეს ხორცეული არ იყოს წარმოდგენილი იმ ხორცის სახეობებით, რომლებიც იწვევს ასევე საჭმლის-მომნელებელი სისტემის გადატვირთვას. დადგენილია, რომ მაგალითად ქართულ პოპულაციაში შედარებით უფრო ძნელად აიტანება დაუშვათ ცხრის ხორცის, ცხინიანი ცხრის ხორცზე მაქვს საუბარი, ასევე ღორის ხორციც, სადაც დაბალია, თუმცა მსხვილფეხა არქოსანი პირუტყვის ხორცის გამოყენება, მაგალითად ძროხის აქონლის ხორცი, უფრო კარგი არის ამ შემთხვევაში, მეტადრე ღვიძლზეა საუბარი, თუმცა იქაც უნდა გავითვალისწინოთ ნუტრიციული პროფილი, რამდენად ადვილად ინელებს ადამიანი და რამდენად არის მისი ორგანიზმი მზად, რომ კვირაში რამდენჯერმე მიიღოს მსგავსი საკვები. რკინის წყაროებიდან მაინც ცხოველური წარმოშობის, ეგრეთ წოდებული ჰემური რკინის შემცველი საკვები ლიდერობს, მათ შორის პირველი არის წითელი ხორცის, ასე მოიხსენებთ ხოლმე საქონლის ხორცის სახეობას. ღვიძლი, რომელსაც ხანდახან რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ კვირაში ერთხელ ან ორჯერაც გამოიყენოს. ქათმის ხორცი, თუმცა ქათმის ხორციც მეტნაკლებად გამოირჩევა თავისებურებებით, მაგალითად გუმკერდის ხორცი შედარებით ნაკლებად სასარგებლოა ამ შემთხვევაში. სასარგებლოა თევზეულის გამოყენება. მცენარეული რკინა ამ შემთხვევაში შედარებით არაჰემურ რკინას შეიცავს, მაგრამ ძალიან კარგი არის თუ მენიუში ჩართული იქნება წიწიბურა, ლობიო, სოიო. დღეში შესაძლებელია 100-150 გრამის გამოყენებაც კი თუ დღიურ მენიუზეა საუბარი. ანალოგიურად ბროკოლიზე ვიძლევით რეკომენდაციას, ძალიან სასარგებლოა ტრადიციული ქართული მედიცინა ამას იყენებდა სისხლნაკლებობის დროს გოგრა და გოგრის თესლის გამოყენება, სელის მარცვლები. ასევე კარგი იქნება თუ შევაუღლებთ C ვიტამინის შემცველი საკვების გამოყენებას, მათ შორის არა მარტო ციტრუსები, არამედ კივზეც არის, ბროკოლიც შეიძლება, ტკბილი წიწაკაც, რომელსაც ჩვენ ბულგარულ წიწაკას ვეძახით. ძალიან მნიშვნელოვანი არის ფოლიუმის მჟავის დონის დადგენაც, მისი ნორმის ფარგლებში ყოფნა, ასეთ შემთხვევაში ვეუბნებით ხოლმე, რომ პაციენტს მიიღოს მწვანე ფოთლეულით მდიდარი საკვები, ეს არის ისპანახი, სალათის ფურცელი, აისბერგი, რუკოლა, ასე შემდეგ, ხახვი, კენკრა და კენკრიდან მინდა გამოყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჯგუფი, მათ შორის ეს არის ჟოლო, რომელიც ისედაც ვიცით, რომ ძალიან კარგია C ვიტამინის თვალსაზრისით, ზოგიერთი ექიმი ამ შემთხვევაში 100 კილის წვენზე იძლევა რეკომენდაციას და რა თქმა უნდა კვერცხი, რომელიც უსაფუძვლოდ არის ხოლმე ზოგიერთი ნუტრიციოლოგიური პროტოკოლიდან ამოღებული ერთმნიშვნელოვნად, აქ საუბარია ზომიერი რაოდენობაზე, ერთ ცალზე დაუშვათ დღის განმავლობაში, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ რკინის შეწოვისთვის
ცხოველურ პროდუქტებში მაგალითად, იგივე რძის პროდუქტებში შედარებით ნაკლები არის, ამიტომაც დიდი რაოდენობით რძის პროდუქტების გამოყენებას, მათ შორის სუფთა რძის, რა თქმა უნდა, რეკომენდაციის სახით არ გავცემთ. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი არის ორსულთა რკინა-დეფიციტური ანემიები. აქ უკვე პრობლემა იწყება გემოსა და სუნის ცვლილებასთან დაკავშირებით. ხშირ შემთხვევაში ორსული ქალბატონები პირველ ტრიმესტრში უარს აცხადებენ სწორედ აი ამ ჯანსაღის საკვების მიღებაზე და ამიტომაც მათთან თუ დეფიციტის მდგომარეობა დგება, ხშირად დაკავშირებული არის არა იმასთან, რომ მათი ორგანიზმი არ იღებს საკვებს, არამედ იმიტომ, რომ მათ არ სურთ რკინის შემცველი საკვების მიღება. ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ სწორედ საქონლის ხორცი აღმოჩნდება ხოლმე ამ ეგრეთ წოდებულ შავ სიაში. ქრონიკული დაავადებების დროს მართვა ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის ონკოლოგიურ პაციენტებზე სპეციალური კვებაც არსებობს, რომლებიც რკინის შემცველი საკვებით არის გამდიდრებული. ასეთ შემთხვევაში საუბარია დეფიციტის პრევენციაზე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, და არა მკურნალობაზე და უნდა გავითვალისწინოთ, რომ როდესაც უკვე მდგომარეობა დიაგნოსტირებულებია ექიმის მიერ, ალბათ უმჯობესი იქნება, რომ პროცესი მართოს ჰემატოლოგმა, რა თქმა უნდა, მაგრამ ანალიზი უნდა გაკეთდეს არაერთჯერადად, რადგან ჩვენ ვნახოთ დონე როგორ შეიცვალა. რამდენიმე კითხვა იყო თქვენს მიერ მოწერილი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც მე აქ ვნახე, წეღან გავეცი პასუხზე, ეს იყო საკვების მომზადების და შენახვის თავისებურებაზე. მინდა გითხრათ, რომ რკინის რაოდენობას თუ გვინდა რომ მივიღოთ საკვები, ჯობია, რა თქმა უნდა, პირველ დღეს მომზადებული იყოს, იმიტომ რომ სამაცივრო პირობებში მათი შენახვა მეტნაკლებად აქვეითებს დონეს და ასევე მინდა გირჩიოთ, როდესაც პაციენტს მიუხედავად სწორი კვებისა რკინის დონის შენარჩუნებას ვერ ახერხებს, რა თქმა უნდა, აქ უკვე უნდა ჩატარდეს გაფართოებული კვლევა, პირველ რიგში დადგინდეს მიზეზი, ხომ არ არის მაგალითად ფარული სისხლდენა, რომელიც შეიძლება გახდეს მიზეზი რკინის დანაკარგის, ან ხომ არ არის რაიმე სხვა პრობლემა. გარკვეულ დროს ასევე თამაშობს ადამიანების შემთხვევაში არა მარტო ჯანმრთელობის მდგომარეობა, არამედ სქესი, ხშირი და ჭარბი გინეკოლოგიური პრობლემები, მათ შორის ჭარბი მენსტრუაციული ციკლის მიმდინარეობა და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის გავითვალისწინოთ მათი გემოვნებითი თავისებურებები, ხომ არა აქ აკვიატებული კვება რომელიმე საკვებთვის არ გამოყენებასთან დაკავშირებით, ან ხომ არ არის ზოგიერთი რელიგიური ან კვებითი მიმდინარეობის მიმდევარი, როდესაც ის იზღუდავს რკინის შემცველი საკვების გამოყენებას. მათ შორის არის მოწვლადი ჯგუფები, რომლებიც დაუშვათ იმიტომ არ იყენებენ, რომ მათ მარხვების პერიოდია. ამ შემთხვევაში ჩვენ ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ თუ ვეგეტარიანული ან მცენარეული საკვებიდან არ ხდება შევსება, დაიმატოს რკინის შემცველი უკვე მედიკამენტის საშუალებით, რადგან ხანგრძლივი დროის განმავლობაში დეფიციტი არ წავიდეს მერე და ასევე ის ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრება მიმდინარეობებს, მაგალითად არიან ვეგეტარიანული ან ვეგანური კვების მიმდევარი, მათთაც ვთხოვთ ხოლმე, რომ პერიოდულად გააკეთონ ანალიზი, რომ ნახოთ როგორია რკინის დონე. მე ერთი საინტერესო კითხვა მქონდა კიდე ძალიან თქვენი მხრიდან, ეს უბრალოდ ამ პერიოდში ძალიან ბევრია ამ თემაზე საუბარი, ეს არის ახალი კვებითი დიეტები, რომლებიც იწვევს მთელი რიგი საკვების შეზღუდვას, ეს უკვე არ წარმოადგენს ადამიანის რელიგიურ ან რაღაცა წამსის მიმდინარეობას, ეს არის რეკლამირებული საკვები შეზღუდვები, სპეციალური დიეტები ეგრეთ წოდებული, მაინც მინდა გთხოვოთ, რომ ყველა მათგანში დავაკვირდეთ დაბალანსებურ მდგომარეობას საკვები ნივთიერებების, მათ შორის რკინის, C ვიტამინის და ზოგადად მინერალების და ვიტამინების. ამიტომაც ესე ხელაღებით პროპაგანდულ და რაღაც რეკლამირებულ საკვებს ნუ გამოვიყენებთ. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ექიმის რეკომენდაცია ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ შესაძლებელია გახტომა დაჭდეს დაუშვათ ჯანმრთელობის დაკარგვის ფასად. ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ყურადღებისთვის, მინდა გთხოვოთ, რომ კიდევ შემოგვეხმიანოთ, მოგწეროთ ჩვენ ოფიციალურ Facebook გვერდზე ყველა კითხვები, რომლებიც თქვენ გაწუხებთ, ჩვენ ამ კითხვებს ვაჯამებთ, მერე ვაერთიანებთ და ერთ გადაცემაში ვათავსებთ, ასე ვთქვათ, და ყველა მათგანზე გაგცემთ პასუხს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი კლინიკა მდებარეობს ქალაქ თბილისში, სულხან-ცინცაძის 73 ნომერში. ზაქარია როჭკაშვილის გასტროენტეროლოგიური კლინიკა, ეს კულაპი თქვენ სამსახურშია. დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ.